თემას მოსვლისთვის ვიდრე იმ თემაზე დავიწყებდეთ საუბარს, რაც ძირითადად გვინდა რომ თქვენი ექსპერტიზის ობიექტი იყოს, მოდით შევეხოთ იმას რომ თქვენ ხართ იმ გადაცემაში, რომლის ამგვარიც ახლა აქ არ არის საგანში, იქიდან ვერ გუყურებს, იმიტომ რომ ტელევიზორი არ აქვს, აღმოჩნდა რომ საერთოდ მოწყვეტილია ინფორმაციულ გარემოს, იმ უფლებითაც ვერ სარგებლობს, რომ 45 წუთი დღეში უყუროს ტელევიზორს, შეიძლება შეუგზავნო მხოლოდ ერთი წიგნი, შეიძლება შეუგზავნო მხოლოდ ერთი ნივთი, რა ვიცი, მოკლედ საკმაოდ ისეთია რა, რთული ვითარება, თუმცა ორი კვირა ნამდვილად არ არის სალაპარაკო. ერთი დღეც რთულია, როდესაც არ გეკუთვნის და სიხარ, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მაგალითად ზია ამაღლობელი 2 წელი აზის, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი უამრავი სინდისის თუ პოლიტპატიმარი 4 კედელშია მოქცეული, რა თქმა უნდა, ახოს 2 კვირა შესაძლოა სალაპარაკო არ იყოს, ამიტომ ასეც აღიქვამს ის ამ ამბავს, ამიტომ არ ვამახვილებთ ამაზე ზედმეტად ყურადღებას, ის არ ფიქრობს, რომ რამეს განსაკუთრებულს აკეთებს, ის ფიქრობს, რომ იქცევა ისე, როგორც თავის სინდისთან მართალ კაცს და პროფესიონალს შეეფერება, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ ალბათ გექნებათ მაინც სათქმელი მის თემას. საღამოშვიდობის ნინო, მივესალმები ვახოსაც და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მე მართლა მგონია, რომ ვინც დღეს რეჟიმის მსხვერპლია, განსაკუთრებული სიმწვავით ამას ვერ აღიქვამენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამით ფუნდამენტურად სწორ საქმეს ემსახურებიან. და ისინი არიან, არ ვიცი, შეარჩია სისტემამ და რეჟიმმა, როგორც რაღაც გამბედაობის მაგალითი, რომელსაც ისინი ძალიან ღირსეულად ართმევენ თავს და რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყოველდღიურად განსაკუთრებით აკვირვებთ და რასაც ისინი გამოხატავენ, არის ის, რომ ძალიან გვიკვირს, რომ ეს ამ ადამიანებს დააპატიმრებენო და მე ისინი გამოდიან და ჩვეულებრივად საქმეს უბრუნდებიანო, ან აქციებს უბრუნდებიანო, ან ისეთი ხმამაღალი გამონათქვამებით გამოირჩევიან. ანუ ეს ის რომ აი ამ სადამსჯელო ქმედებებს საერთოდ ეფექტი არ აქვს, ეს რაღაცნაირი ქართული ნოუ-ჰაუ შეიქმნა, რომელიც აქამდე მე მგონი არ რაღაცნაირად ფართედ ცნობილი არ იყო. შეიძლება სადღაც მსგავსი მოდელები ყოფილა, მაგრამ ეს არის რაღაც, რაც აი დაინერგა. მასობრივია თან. ყოფილან ერთად ცალსახად მასობრივია. რა თქმა უნდა რეჟიმში ეჯახებია და საბჭოთა დროსაც და უფრო რთული რასაკვირველია, მაგრამ მიზანი არის რომ ადამიანები გატეხოს და სხვა ადამიანები დააშინოს. მასობრივად გატეხოს. აქ არც ის ადამიანები გატყდნენ, ვისაც ებრძვიან და ეს დაწყებული იმ ახალგაზრდებით, რომლებიც არ ვიცი ჯერ კიდევ ახალგაზრდების პროტესტი სანამ იყო, რომ იძახდნენ, რომ რაღაც დედას მოკითხვა გადაეცითო და ხვალ ისევ დაუბრუნდ, რო გამოვალ, ისევ აქ მოვალ, რო ყვიროდნენ, გაგრძელებული, ჩამოყალიბებული ჟურნალისტებით, რომლებსაც უბრალოდ ვერაფერს ვერ უშვებიან. და ჟურნალისტებს რაც შეეხება, ну მე ვფიქრობ, რომ თქვენ კიდევ დამატებით განსაკუთრებული სამიზნე ხართ, იმიტომ რომ ამით რეჟიმი თავის სისასტიკეს ხაზს უსვავს, არა მხოლოდ საზოგადოებისთვის აქტიური ნაწილის მისამართით და გასაგონად, არამედ იმიტომ რომ პირველ რიგში დასავლეთს ეუბნებიან, რომ აი ის რაც არის თქვენი პროფესიული დაცვის ობიექტი, ჩვენ იმათ ძალიან სამაგალითოდ დავსჯით, იმიტომ რომ მათ ჩვენ არ მივცემთ რაღაც რეჟიმის თუ სისტემის დასუსტების უფლებას, იმიტომ რომ მათ ეს პლატფორმები აქვთ და ამის უფლება და შესაძლებლობები აქვთ განსხვავებით სამოქალაქო სექტორის, თქვათ, სხვა წარმომადგენლებისგან და ეს ძალიან ნათლად ჩანს დაწყებული იქიდან, რომ ერთი დღე იყო, როდესაც მარტო ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, ის დღე შეარჩიეს, როდესაც მხოლოდ ჟურნალისტებს ცემდნენ და გამორჩეული სისასტიკით მათ გაუსწორდნენ. არ ერთი დღე იყო ესეთი. მაგრამ ერთი დღე მახსენდება, როცა აი გამოარჩიეს 20 ივნისი 2019-ის გამოგზრამე 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო დამიზნებით ცალსახად კი ბატონო. ასევე იყო 5 ივლისი. აი ხლა კი 5 ივლისი ცალსახად ლექსო ლაშქარავა შეეწირა ამ ამბავს, ხო დაიღუპა. კი. და პლუს ამას იყო უკვე ევროკავშირის დამჯერები, როდესაც უკვე ჟურნალისტები იყვნენ სამიზნეები, გოგავა, მაკაჩი. აი თითქოს რაღაცა ტალღებად, მაგრამ შვილი არაერთი ხა რომელიმე არ გამოდის. კი, ნამდვილად, ანუ ეს გარჩევენ როგორც რაღაც სპეციფიურ კასტას, რომელსაც ცდილობენ, რომ პირველ რიგში საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კაფიო გზავნილი გაუგზავნონ, რომ აი თქვენს დაცვის ქვეშ მყოფ პროფესიას, რომელიც ასეთი ღირებულია თავისუფალი სამყაროსთვის, იქ სადაც თავისუფალ სიტყვას უნდა კონდეს ძალიან მაღალი ფასი,
ჩვენას არ გვადარდებს, ჩვენ ამას გავთვალოთ ფეხქვეშ და უფრო მეტიც ჩვენ ამ ადამიანებს ფიზიკურად გავუსწორდებით, იმიტომ რომ მათ არაფრად ვაგდებთ და ეს არის აი ამის წინააღმდეგობის გაწევა ასეთი ხალასი ფორმით, როგორც ხა ამას ვახო აკეთებს და აკეთებენ ბევრი, არის ნამდვილად დასაფასებელი გამბედაობის ელფასი და დიდ ძალას მატებს რიგით ადამიანებს, რომლებიც ამ სისტემას უნდა მომდევნო პერიოდში გაუპირისპირდნენ. მაინც რჩება ძალაში, ხა ამაზე მეტყველებს, აი უშუალოდ ეხლა მე რამდენად მეცალ სიამოვნებს კაცო ამ სიტყვის გამეორება საერთოდ არ არის ჩემს მაშინ ლექსიკაში არც თქვენში არც ვახოს ლექსიკაშია სხვა შორის ეს სამი ასოს კომბინაცია, მაგრამ ძალიან გააქტუალურეს ეს სიტყვა. და იმდენად გააქტუალურეს, რომ ყველას პირზე დააგერეს, ყველა მონაწილეს პროტესტისას, ვინ რა ფორმით აღარ იყენებს ამ სიტყვას, ხომ? და აი ხა ის რომ უკვე კითხვა დაისვა, რომ არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ეს 300, თან ისეთი რაღაც კრეატიული ფორმა აქვს. კი, თუ არა, შეგიძლიათ თქვა, რომ არა, რა პრობლემა არ არის, ხომ? ეს უკვე არის კიდევ ახალი ეტაპი აი ამ ვახოს დაკავების საპასუხოდ, ხო? რამდენი ადამიანია უკვე ამის გამო ახლა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მაგრამ ეს გაშარჯებაც რაღაცნაირი პროტესტის ფორმაა, მათ შორის იმიტომ რომ ძალიან უფასურდება ამის გამო დაკავებები, ძალიან უფასურდება სისტემის ხელში, ეს ბერკეტი ვეღარ შენარჩუნდება ხანგრძლივ ბერკეტად, იმიტომ რომ ეს აშკარად მათ წინააღმდეგ მუშაობს, იმიტომ რომ ვიღაცები წერენ, რომ ვინც კი არა და მზია ამაღლებელმა თქვა სხვა შორის, რომ ხა შეუძლებელიაო, რომ ბაბუაშვილი ახსენო და არ გაგახსენდეს ვახოს პოსტი, ხო? ყველაზე კორექტულად ნათქვამი არის ეს. მართლა აიტეხეს ახლა ეს ახალი ამბავი მათ თავს, რომელიც ძალიან მოუბრუნდათ ბუმერანგივით. კი, მოუბრუნდათ ბუმერანგივით და ასეთი რამდენიმე მაგალითი ყოფილა, როდესაც მათ პროპაგანდისტულად რაღაც დაგეგმეს, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ გამართული ვერ აღმოჩნდნენ სწორედ აი ამ საპროტესტო ტალღის პირისპირ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამ გადაცემის ავტორმა რაღაც ახალი ტრენდი შემოიტანა. წამოიკიდა მოკლედ სისტემა, იმიტომ რომ მას მისი ორი კვირა ციხეში ჯდომა ამ წუთისთვის არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინააღმდეგობამ აჩვენა და პროტესტის ტალღამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუარა ამ პროპაგანდისტულ ნარატივებს. ალბათ ამისი შედეგია, ხომ? რომ აი ხა კიდევ ერთი კაცი გამოიყვანეს, რომ დაგვემუქრნენ რაღაცა ჯგუფური ანგარიშსწორებით. ალბათ ამისი შედეგია, რომ რაღაცნაირად ვერ იჭერენ სიტუაციას. ხო, ეს დაჯგუფება მე არ მგონია შემთხვევითი ამბავი და არც კონკრეტულად რაღაც sapasukho რეაქცია, მე ეს მგონია ძალიან ჩამოყალიბებული და დაგეგმილი ხაზი, რომელსაც რუსეთი ატარებდა ჯერ კიდევ გაატარა პუტინმა თავისთან და გავს ძალიან, ну, როგორ თქვა, რაღაც რუსული ზაგატოვკის ხელწერა, რომელიც აქ ინსტრუქციის სახით მოვიდა და იმ ეტაპზე, როდესაც აქ უნდა სისტემამ კიდევ უფრო მეტად მოუჭიროს ხელი, იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი სხვა ფრონტზე რაღაც დარტყმებს განიცდის და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მეტად არის კედელთან მიმწყდეული, მაშინ ყოველთვის საქართველოსკენ გადმოისვრის ხოლმე ახალ უკვე აპრობირებულ ინსტრუქციას და ეს ჩემი აზრით ამას გავს, იმიტომ რომ ზუსტად ასე შეიქმნა ეს რაღაც კადიროვის რაღაც ბრიგადები და ზუსტად ასეთი ფორმის არის უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში რაღაცნაირი ჩინური ვერსია გამოვიდა, იმიტომ რომ თვითონ ვერ გაიგეს რა საქმეზე არიან, მათ ახლა სახეზეც ეწერათ და იმ ქაღალდზეც რომელთანაც ვერ კითხულობდნენ, რას ამბობდნენ, აშკარა იყო რომ ვერ გაიგეს წესიერად რა დაავალეს მათ. ხო, ესეც რაღაცნაირად დასავლური შემადგენლობა შეგვიქმნეს, მაგრამ ვერ ჩამოაყალიბეს რა უნდათ სინამდვილეში. მათ იციან რომ რაღაც დაავალეს, მაგრამ მოსახლეობამ და ვერ მიიტანეს წესიერად რა დაავალეს, იმიტომ რომ ისეთი გამართული ვერ შეიქმნა ამ ინსტრუქციის შესრულება, როგორც ალბათ დაკვეთა იყო. თუმცა ინსტრუქცია, ჩემი აზრით ეს არის 100% ინსტრუქცია, რომ აქ აი ეს რაღაც მორალის პოლიცია თუ რაღაც მსგავსი უნდა შეიქმნას, როგორც ძალიან დამახასიათებელია ტოტალიტარული სისტემებისთვის და რომელსაც პუტინი აშენებს თავის სამეზობლოში. ჩვენ ნელ-ნელა ავტორიტარული თუ ავტოკრატიული თუ ოლიგარქიული თუ რაღაც აი ამ მოჭერილი სისტემიდან
უნდათ რომ ტოტალიტარულ სისტემაზე გადაიყვანონ და ეს 2007 წელს ძალიან მკაფიოდ თქვა პუტინმა ჯერ კიდევ მუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რა ტიპის მმართველობის საზოგადოებები უნდა თავის სამეზობლოში, სადაც მას უნდა თავისი გავლენები დაიბრუნოს და ვინაიდან ივანიშვილი მისი პირდაპირი გაგრძელებაა და ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს სამწუხაროდ საქართველოს, სხვაგან ისე ვერა, მაგრამ აქ ძალიან ეფექტურად. ამიტომ იქ აი ამ რაღაც guidelines მიყვებიან, სადაც ერთი ნაბიჯი მეორეს მოყვება და ეს ალბათ ამის ერთ-ერთი გამოხმაურება. რამდენად ეს ეფექტიანი იქნება, არ ვიცი, 90-იანები გამოვლილი ხალხი ვარ და იქ პარალელები არის თუ არ არის, ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ცემენ, თაობას უერთიანებენ, მერე ციხეში აგდებენ, მერე აწამებენ და ისინი ისევ გამოდიან და ისევ აგრძელებენ პროტესტს, არ ვიცი ხა ეს ამ რაღაც შემადგენლობამ როგორ უნდა დააშინოს, მაგრამ მიზანი ეს არის, რომ აქ მართლა შეიქმნას რაღაც ტიპის გაფორმებული რაღაც მორალის კომისია, რომელიც ცენზურას გაუწევს ყველაფერს და რომელსაც ხელი ექნება გახსნილი სამართალდამცავი ორგანოებისგან ჭყალებში, რომლებიც უნდა იცავდნენ სისტემას და მოქალაქეს და თავისუფალ სიტყვას. სხვა შორის მე გადაცემა წავიღო ნერვიდან ათამდეც და აი ამ პერიოდში ჩვენი სიუჟეტი, რომელშიც ვთქვით, რომ მივმართეთ საპატრიარქოს რომ გამოეთქვა პოზიცია აი ამ ძალადობრივი ჯგუფის შესახებ, რომელიც გარკვეულწილად აპელირებს და მოქმედებას აპირებს რაღაც სიწმინდეების დაცვის ეგიდით, მათ შორის რელიგიის და მართლმადიდებლობის და ამ თვალსაზრისით კავშირშია საპატრიარქოსთან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ინსტიტუციასთან. ჩვენ მათ არ გვიპასუხეს, მაგრამ აი დაახლოებით 2 საათის წინ, ამ ჩვენი სიუჟეტის შემდეგ მათ უპასუხეს რადიო თავისუფლებას. საპატრიარქოს პრესსამსახური ემიჯნება მოკლედ ამ საკითხს და ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისგან. მოკლედ შეუძლებელია ამისი გამართლება, რაც დაანონსდა. ეს არ იქნება ადვილად შესაფუთი საქართველოს საზოგადოებაში. და ვერ შეიფუთა და საზოგადოებრივმა რეაქციამ გამოიწვია ის, რომ საპატრიარქომ მაინც თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ამ საკითხს გამოხმაურებოდა და გამიჯნოდა. მყისიერად არ გამოხმაურა, მაგრამ გვიან გამოეხმაურა. იმიტომ რომ დაიცადენ და დააკვირდნენ საზოგადოების რეაქციას. ნინო და რაც თქვენი მაინც ხა საგარეო მიმართულებაზე მუშაობდით, თქვენ ამ დრომდე ვაფასებდით უფრო შიდა ამბებს, თუმცა პირდაპირ კავშირშია ის ჩვენი გარდაერი სახელმწიფოს მოქმედებასთან ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ შეუძლებელია ამოგლეჯილად კონტექსტიდან განიხილო რომელიღაცა MMA-ის მებრძოლის ქმედება, როდესაც აი ამ ხელა გლობალურ საკითხებზე საუბარი. შესაბამისად აი ამ ნარატივის ნაწილია პაპუაშვილის დღევანდელი ეს ეპისტოლე, რაღაცა ტიპის ფილოსოფიური აზრები ევროპაზე. სადაც მან არ გამორიცხა, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის არის უფრო სასარგებლო. ეხლა რა ეტაპი გვაქვს ჩვენ იმის ფარდის ახდის პროცესში, როდესაც ნელ-ნელა მივყავართ ივანიშვილს იქამდე, რომ ჩვენ არ გვჭირდება ევროკავშირი და ჩვენ აღარ გვინდა ევროკავშირი. ეს ეტაპი დიდი ხანი არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების პროევროპული მხარდამჭერები არსებობენ და მათ ყურს ჯერჯერობით არ ხვდება ძალიან მკვეთრად, რომ ოცნებას არ უნდა ევროკავშირი, ვინაიდან იმაზეც კი, რაც კობახიძემ თქვა 2 წლის წინ, რომ გადავდეთ 2028-მდე ხომ მოლაპარაკებების პროცესი. ამაზეც კი ისინი ამბობენ, რომ არ გაგვიჩერებია პროცესიო, ანუ პროპაგანდა ამბობს, რომ ეს არ მომხდარა და თითქოს ეს დღე არ ყოფილა, თითქოს ჩვენს მოგვეჩვენა, მაგრამ აი ახლა უკვე ფაქტია, რომ ნელ-ნელა კიდევ ახლიდან შეუდგნენ ამ გზას. სულ უბრუნდებიან და უბრუნდებიან ყოველდღიური ანტიდასავლური, ანტიევროკავშირული განცხადებები, რა თქმა უნდა, ამისი დასტურია, მაგრამ აი ხა ასე ღიად რომ იქნებ ჯობდეს, რომ საერთოდ გარეთ ვიყო, ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის თურმე იქნებ ჯობდეს და აქ რაღაცა საუბარია იმაზე, რომ რაღაცა კონსენსუსით მიღების წესი უქმდება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ცივი სახელმწიფოების გავლენას და რაღაცა ესეთ კონტექსტში სვავს აი ამ წუხილს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე. აი ამისი ანალიზი თუ შეგვიძლია ახლა ჩვენ აუდიტორიისთვის. ნინო, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რას თქვენ ბრძანეთ, რა საკვირველია ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ არის შიდა პოლიტიკური საკითხი, არამედ არის 100%-ით გეოპოლიტიკური საკითხი, იმიტომ რომ მთელი პოლიტიკა, რომელსაც ივანიშვილი საქართველოს შიგნით წარმართავს, ემსახურება ძალიან კონკრეტულ ამოცანას მის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან და ეს ამოცანა და მიზანი არის მოსკოვის მიზანი საქართველოს ვერ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, საქართველოს ვერ გახდეს
ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკის ნაწილი, საქართველოს ვერ გახდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების კავშირის ნაწილი. ეს არის ამოცანა, ეს არის დავალება, რომელთაც ის საქართველოში მოსულია, ეს არის ის, რასაც ქართული ოცნება ემსახურება და ის, რაც 2024 წლიდან, როდესაც ჩვენ ფარდის ახთაზე ვსაუბრობთ, იმიტომ გამოაშკარავდა, რომ ეს გეოპოლიტიკური ამოცანები პირდაპირ გამოიკვეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად და ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად, როდესაც ძალიან ღია გახდა სინამდვილეში რეგიონში რისთვის მიდის ბრძოლა და სინამდვილეში ივანიშვილმა საქართველოში რა ამოცანა უნდა შეასრულოს. მიუხედავად ამისა, სწორბრძანებდით თქვენ, რომ ვერც ერთი ხელისუფლება საქართველოში ვერ ახერხებდა ღიად პრორუსული პოლიტიკის წარმართვას, იმიტომ რომ ნებისმიერ მათ შორის ავტორიტარულ რეჟიმს რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია ჭირდება და ლეგიტიმაციის წყარო იყო სწორედ ეს პროევროპული კურსი, ანუ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც მათ შორის იქნებოდა პრორუსული თუ რუსული ძალა, საქართველოში უნდა ეთქვა, რომ ის არის ევროატლანტიკური ინტერესების გამტარებელი და მას უნდა ეთქვა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. აი ამ ნარატივის ნელ-ნელა ძალიან თანმიმდევრული სხრევა დაიწყო ივანიშვილმა საზოგადოების რეაქციების მოსინჯვით, მაგრამ პარალელურად თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციით. და იმ ეტაპზე, როდესაც მან ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მოახდინა, მას რეალურად ძალისმიერი ყველა ბერკეტი გააჩნია საკანონმდებლო დონეზე და არაფორმალური თვალსაზრისით, როდესაც მას გარკვეულწილად შეუძლია უკვე რაღაც განაცხადები გააკეთოს, რომელიც ლეგიტიმაციას მართალია კლავინდებურად საჭიროებს, მაგრამ ის აღარ უფრთხის სახალხო პროტესტს ამ ფორმით. ეს არის ალბათ ის ზღვარი, სადაც ახლა დღეს მივედით და ვუბრუნდები იმ საკითხს, რომელიც თავი ადრეც ვახსენე, რომ მაშინ, როდესაც რუსეთს განსაკუთრებით უჭირს უკრაინის ფრონტზე, იმ მომენტისთვის ზიარ ჭურჭელის პრინციპით ძალიან სწრაფად ძლიერდება საქართველოში რუსული პოლიტიკის გაძლიერება, გახმოვანება და ყველა ეს ქმედება არის ამასთან კავშირში. მათ შორის არის პაპუაშვილის ახლა ფორმალიზებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს არა მხოლოდ, ვთქვათ, კანდიდატის სტატუსისთვის აღარ ასპარეზობს, ან ამ წინაპირობებში აღარ მოქმედებს, არამედ საერთოდ ევროკავშირზე უარს იტყვის, არა გადაავადებს მოლაპარაკებებს, არა გადაავადებს გაწევრიანების საკითხს, არამედ საერთოდ ჩათვლის არამედ იტყვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი საერთოდ არ უნდა იყოს და უბრუნდება იმ ნარატივს, რომელიც სულ თავიდანვე არსებობდა ივანიშვილის აი ამ პატარა სოფლის კონცეფციაში, რომელიც მან თავიდანვე გააჟღერა, რომ საქართველოს არის პატარა ქვეყანა, რომ მას არ უნდა ქონდეს დიდი ამბიციები, რომ ის უნდა იცოდეს თავისი ადგილი, რომ მოედოს არავის და რომ საქართველოს არის ჩვენი სამშობლო, მაგრამ არა სახელმწიფო, ანუ ის პირდაპირ ხაზავდა და იმ როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად საქართველოს რა უნდა ყოფილიყო ამ რუკაზე და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რომ ის უნდა ყოფილიყო უწყინარი რუსეთისთვის სახელმწიფო, რომელსაც არ უნდა ქონოდა ამბიცია, რომ მას აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, მას შეუძლია საკუთარი ალიანსები აწარმოოს, საკუთარი მოკავშირეები ყავდეს, რომელიც რუსული ინტერესების წინააღმდეგ იქნება და ეს არის პაპუაშვილის განაცხადი, არის ახლა მორიგი ინსტრუქციის შედეგი, რომ ახლა ფორმალურ ეტაპზე უნდა გადავიდეს ევროკავშირის დასრულების საკითხი საქართველოში. დასავლური ნებისმიერი ტიპის რაღაც წარმომადგენლობა საქართველოში ეს უნდა აღმოიფხრას და აი, როდესაც წუხს პაპუაშვილი სახით და სიტყვით რეჟიმი, რომ რაღაცა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს ევროკავშირი პატარა სახელმწიფოებისთვის, ერთი გადაწყვეტილება ვთქვათ, რაც ქართული ოცნების პირობებში დამოუკიდებლად მიიღო ივანიშვილი. არ არსებობს ასეთი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაზეც გვეუბნებიან, რომ ეს სუვერენული ხელისუფლების გადაწყვეტილება, ისინი სუვერენიტეტს ამ სიტყვას ხომ ეჭიდებიან ძალიან. ამტკიცებენ ყველაფერი ამის უკან ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც აი თქვათ ევროკავშირთან დაშორების, ყველაფერი არის რუსული. აბსოლუტურად. საქართველოს 2012 წლიდან 100% დესუვერენიზებულია. საქართველოს ყავს თბილისი ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი აჟღერებენ თუ განახორციელებენ, არის სრულიად სუვერენიტეტს ჩამოშორებული პროცესი. და ბოლო კითხვაც ვთქვათ, აბა 78 მუხლი.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის ცვლილების გარეშე მესმის რომ ახლა ამ მუხლის სრული იგნორირებით მოძრაობს ხომ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგრამ მაინც არსებობს ეს მუხლი და ვიდრე ეს მუხლი ფორმალურად არსებობს კონსტიტუციაში, ისინი იქნებიან მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ რაღაც იპოვონ ისეთი წერტილი, როდესაც დაინიშნება არჩევნები, ჩატარდება არჩევნები, მოვა უმრავლესობით, მოვა ბრჭყალებში ოცნება და ამ მუხლს კონსტიტუციური უმრავლესობით ამოიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, ვთქვათ, აი ამ ჩვენი მთავარი დოკუმენტიდან. ამის შესაძლებლობას ამჩნევთ და ხედავთ. თეორიულად ხედავ, რასაკვირველია, თეორიულად ხედავ. გეთანხმებით იმაში, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ ჩანაწერს იმდენად არ ვანიჭებ, რამდენადაც საჭიროება საერთოდ არ არის, ან ამ კონსტიტუციის უგულებელყოფა გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ ყოველდღიურად ნებისმიერი ფორმით, არა მხოლოდ ევროკავშირთან მიმართებით, არამედ ადამიანის უფლებებთან მიმართებითაც, მათ შეუძლიათ ყოველდღიურად დაარღვიონ კონსტიტუცია, მიიღონ კანონები, რომლებიც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და არავინ ამაზე არც პასუხი აგოს და არც არავინ ხელი შეუშალოთ, ყოველაშვილი ყველაფერს მაინც მოაწერს ხელს. ამიტომ ეს ჩანაწერიც მოგცემული მომენტისთვის ბუტაფორიულია ამ თვალსაზრისით და ამავდროულად ეს ჩანაწერი იმ თავითვე ოცნების პირობებში გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს თავიანთი თვალთმაქცური პოზიციები შეენარჩუნებინათ და ლეგიტიმაციის წყაროთ შეენარჩუნებინათ ეს სახალხო განაცხადი, რომ საქართველოს რომ ქართული ოცნებაც არის პროევროპული ერთეული. რასაკვირველია, ისინი ეცდებიან, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ეს ჩანაწერიც გააუქმონ, რას არჩულს დაუდებენ და ხა რა ინსტრუქცია ჩამოვა მოსკოვიდან და როგორი არგუმენტაცია ექნება პაპუაშვილს მომზადებული ეს მეორე ხარისხოვანი ამ შემთხვევაში, მაგრამ ვუყურებ თუ არა ამას როგორც რამე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ვიცი, იმიტომ რომ დღეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის გარანტი მაინც არ არის ოცნების პირობებში. ვიდრე თბილისი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, კონსტიტუცია ამ მოცემულ მომენტში არის ფარატინა ქაღალდი. როგორც კი ეს ვითარება შეიცვლება, მნიშვნელობაც არ ექნება ისინი რას ამოიღებენ და რას ჩაწერენ. მადლობა დიპლომატ ნინო კალანდაძეს, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორს. სანაია დღეს არის ამით დასრულებული. ჩვენ უკვე შევხვდებით ხვალ 8 საათზე ახალი ფორმულას ფორმატში. მადლობა ყურადღებისთვის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან